მას ნიშნავს ეს პირველ რიგში დემოკრატიული პარტიისათვის. ბევრი უყურებს ამას, რომ აი საბოლოო უპირატესობა დემოკრატიული პარტიის შიგნითო მოიპოვესო აი სწორედ აი ამ ფლანგმა, ხო, უფრო რადიკალურმა, უფრო ღრმად იდეოლოგიზირებულმა, თუმცა თავისთავად ნიშნავს თუ არა რომ ერთია რომ მათ ნიუ-იორკში მოიპოვეს გამარჯვება, მაგრამ რას ნიშნავს ასეთი ძალების უპირატესობის მოპოვება დემოკრატიული პარტიის შიგნით ეროვნულ დონეზე მომავალი არჩევნებისათვის. ამ ძალებს, რომელსაც ახლა მკვეთრად დემოკრატიულ ქალაქებში შეუძლიათ გამარჯვება, რა რესურსი აქვთ იქ, სადაც უფრო მეტი გადაუწყვეტელი ამორჩეველია. ამ ხრივაც რომ შევაფასოთ ეს პოლიტიკური გამარჯვება, როგორ ფიქრობთ თქვენ? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ხო, მნიშვნელოვანი გამარჯვება რამდენიმე კუთხით. დავიწყოთ იმით, რომ თვითონ ზოხრან მამდანიზე რო ვთქვათ ორი სიტყვა, ხო, ადამიანი დაიბადა უგანდაში, ესე იგი ინდოელი მუსლიმების ოჯახში, 7 წლის ასაკში ემიგრირდა ამერიკაში, 2018 წელს მიიღო მოქალაქეობა და დღეს 34 წლის ასაკში ამერიკის მერია, ხო? ამ ხრივ რაღაც ძალიან ესეთი ასე ვთქვათ ამერიკული ოცნების გამოხატულებაა და ასე ვთქვათ ეს ამერიკული იმ გაგებით რომ ნებისმიერ საიდანაც გინდა შეგიძლია ჩახვიდი ამერიკაში და საბოლოოდ მიაღწიო რაღაც მწვერვალებს, ამ ხრივ კარგი გამოხატულებაა და კარგი მაგალითია. ეხლა რაც შეეხება თვითონ გამარჯვების იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ასპექტებს. პირველ რიგში მნიშვნელოვანია რატომ რომ ესე იგი ზოხრან მანდამი თავს უწოდებს დემოკრატიულ სოციალისტს და ის ამას არ ბალავს და ზოგადად წლების განმავლობაში ხო ამერიკაში ეს ეს ტოქსიკური ტერმინი იყო ხო იყავი არ იყავი რაც არ მოსწონდათ ყველაფერს სოციალისტს ეძახდნენ და დღეს პირიქით ამ კაცმა სიამაყედ განაცხადა რომ არის დემოკრატიული სოციალისტი და ნუ იქ ალბათ დაპირებებს განვიხილავთ შეასრულებს სხვა თემა, მაგრამ ამ ხრივ რა თქმა უნდა ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი გამარჯვება დემოკრატიული პარტიის მემარცხენე ფლანგისთვისაც ნიუ-იორკში თვითონ ქვეყნის მასშტაბით რა შეიძლება ეს მოასწავლებდეს იმავე არჩევნებში მაგალითად ვირჯინიის ის მოიგეს ხო გუბერნატორის არჩევნები იქ ცენტრისტმა ან ადამიანი რომელიც თავს ცენტრისტად ასახებს ცენტრისტმა გაიმარჯვა. ამიტომ ის რომ დემოკრატიული პარტია იყო და ეხლაც რჩება ასე ვთქვათ ამ დიდ ასე ვთქვათ როგორ ვთქვა ორგანიზაციად რომელიც იტევს როგორც უკვე მოძლიერებულ მემარცხენე ფლანგს და ასევე ცენტრისტულ ფლანგს ეს გაგრძელდება და ნუ რა თქმა უნდა დავა რომ უფრო მარცხნივ უნდა წავიდეთ რომ დონალდ ტრამპი დავამარცხოთ და ტრამპიზმი თუ ცენტრიზმი ეს გაგრძელდება ამავდროულად გაგრძელდება და ამ კუთხით არის გამადიდებელი შუშა რასიზმს თავად ზოხრან მამდანი ნიუ-იორკში ხო ანუ ერთი სხვი რესპუბლიკელი ყველა რესპუბლიკელისთვის ეს არის ხო კომუნისტ ეძახიან და ასე ვთქვათ ელოდებიან რომ არაფერი არ გამოუვიდეს რომ მე თქვა რომ აი კომუნისტი რო აირჩიეთ მეორე სხვი აქ დემოკრატები უყურებენ რომ რას იზამს რეალურად იმიტომ რომ ის დაპირებები რაც მას გაცემული აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი და საკმაოდ ხმამაღალი დაპირებები ხო ეს იქნება უფასო საბავშვო ბაღი უფასო ავტობუსები გაყინვა ქირის ასე ვთქვათ რომ არ გაიზარდოს ჯერ რამდენად მერს აქვს ამის უფლებამოსილება ეს საკითხია მაგრამ მეორეა ასე ვთქვათ დაიტესტება ხო ვთქვათ ზოხრან მამდანის იდეოლოგია და ასე ვთქვათ ეს დემოკრატიული სოციალიზმი ნიუ-იორკის მასშტაბებით დაიტესტება და ერთგვარი პატარა ექსპერიმენტი შეიძლება ჩატარდეს ამ კუთხით. ხო, მისი სოციალისტური იდეებს დიდი გამოწვევა ელით Wall Street-ის წარმოდგენების წინააღმდეგ, ხო? ეხლა მე უყურებდი შედეგებს მათ შორის და მან მოიგო ყველა ნაწილი ნიუ-იორკის Staten Island-ის გარდა თუ არ ვცდები, სადაც კოლმაც გაიმარჯვა, მაგრამ აი თვითონ მანჰეტენის შიგნითაც იქ მათ შორის აქეთ აღმოსავლეთ ნაწილზე, სადაც ტრადიციულად უფრო ესეთი მდიდარი ნიუ-იორკელები ცხოვრობენ, იქ კვლავ კოლმოს მისცეს ხმა. საინტერესო ამბავია ნამდვილად, ის ძალიან საინტერესო პოლიტიკური მოვლენა არის. ეს არის ცხადი და ამას ყველა შემთხვევაში აღიარება ჭირდება, როგორიც არ უნდა იყოს დამოკიდებულება მისი იდეების მიმართ. აქ უფრო ღრმა საკითხებია, ხო? გიორგი, როგორ ფიქრობ? ეხლა ახსენე რომ ვირჯინიაში უფრო ზომიერმა კანდიდატმა გაიმარჯვა, მაგრამ ტენდენცია უნდა ვაღიაროთ, რომ არის უფრო რადიკალიზებისაკენ. ეს რესპუბლიკურ პარტიაში უკვე მოხდა.
უკვე მოხდა ეს რესპუბლიკურ პარტიაში, დემოკრატიულ პარტიაშიც დიდი ხანია ეს შეიმჩნევა, დემოკრატიულ პარტიაშიც ზომიერ კანდიდატებს ისეთ როგორც იყო თუნდაც ჯო ბაიდენი დიდი ხანია და ჰილარი კლინტონი მანამდე უწევდათ ესეთი დიდი ხარკის გადახდა აი ამ რადიკალიზებული ჯგუფებისაკენ, უფრო მეტად იდეოლოგიზებულისაკენ, მაგრამ ახლა უკვე სულ სხვა ადამიანები მოდიან წინ, ხო? გაიზიარებენ თუ არა აი კუომოს ტიპის, ან ზოგადად ზომიერი დემოკრატები არის თუ არა ეს საფრთხე იგივე ბედს, რაც რესპუბლიკური პარტიის შიგნით გაიზიარეს აი როკფელერის რესპუბლიკელებს ასეც ეძახდნენ, ხო? რესპუბლიკელებს, რომლებიც აი სწორედ ახალი ინგლისის ტერიტორიებიდან მოდიდნენ, ჯორჯ ბუში უფროსი რაც იყო იგივე, ხო? Country Club Republicans ვინც იყვნენ. ანუ ზომიერი ფისკალურად მემარჯვენე, მაგრამ სოციალურად ლიბერალური შეხედულებების მქონე ხალხი, რომლებიც დამარცხდნენ უკვე რესპუბლიკურ პარტიაში, ეგ მოცემულობა არის ამ ეტაპისათვის. არის თუ არა რაღაც მსგავსი ტენდენცია ახლა დემოკრატიული პარტიის შიგნით, როგორ ფიქრობ? ხო, შესაძლებელია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამერიკას ახასიათებს პარტიების ტრანსფორმაცია ერთის მხრივ, მეორე მხრივ რესპუბლიკელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ უფრო იდეოლოგიური თანმიმდევრობით და დემოკრატები ყოველთვის სხვადასხვა სოციალური ჯგუფის, ასე ვთქვათ, აჯაფსანდალი და გაერთიანება იყო და ამ მხრივ ეს აჯაფსანდალი თუ გაგრძელდა ამან თავის მხრივ შეიძლება ხელი შეუწყოს არა ამდენად ვთქვათ ეს მემარცხენე რადიკალიზაციას იმ კუთხით, რომ ესეთი იდეოლოგიური გამოკვეთილობა რთულია, როდესაც ძალიან ბევრი ჯგუფი ინტერესებს წარმოადგენს, იმიტომ ამ ჯგუფებს სხვადასხვა ინტერესი აქვს. მეორე საკითხია უკვე აი შენ ახსენე ეს თვითონ ცენტრისტულმა ფლანგმაც ვინ დაასახელა? კი, ენდრიუ კუომო დინასტიური ვთქვათ პოლიტიკის წარმომადგენელია, მაგრამ მეორე მხრივ ეს ასევე ასე ვთქვათ მინიშნება იყო, რომ ცოტა გაკოტრდა ეს ცენტრისტული ფლანგი თავად ამ ნიუ-იორკში, ხო? ერთის მხრივ ერიკ ადამს მოქმედ მერს, რომელსაც სისხლის სამართლებრივი პრობლემები აქვს, ენდრიუ კუომო ვთქვათ ეს ისტებლიშმენტის კანდიდატი, რომელიც ერთის მხრივ ხო გადადგა, იმიტომ რაღაცა ბრალდებები იყო, მეორე მხრივ კოვიდი მართა ვერ მართა, ეხლა კოვიდის მართვა იმ თვეებში მართლა ურთულესი ამბავი იყო, ამიტომ თლად მას უნდა ვაბრალეთ ამ ამბავს, მაგრამ შესაბამისად კანდიდატის მხრიდან ალბათ არ იყო ისეთი ძლიერი კანდიდატი და მან წააგო დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზი, ხო? და საერთოდ უცნობმა ნიუ-იორკის შტატის თქვათ ესე იგი პარლამენტის წევრმა, ასე ვთქვათ, მოუგო მას პრაიმერიზი. მეორე მხრივ ზოხრან მამდანის აღზევება ასევე მიუთითებს იმ განხეთქილებას, რაც ჩვენ გვაქვს დემოკრატიულ პარტიაში მინიმუმ ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც ახალგაზრდობა და ეს აქაც გამოჩნდა, ხო, ზოხრან მანდანი მოიგო ახალგაზრდობა, ხოლო ენდრიუ კუომომ მოიგო, თქვათ, 45 და 65 გადაცილებული ხალხი, ხო, ახალგაზრდობა მკვეთრად, ასე ვთქვათ, წინააღმდეგია ისრაელის პოლიტიკის და დემოკრატიული პარტიის აქამდე არსებული ისტებლიშმენტი, რომელიც ყოველთვის იძახდა კი ბატონო ორი სახელმწიფო ორ ხალხს, მაინც პრო ისრაელი და სიონისტურად იყო განწყობილი და ეს განხეთქილება ერთ-ერთი ყველაზე არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რამაც ასე ვთქვათ, ზოხრან მანდანის აღზევებაც გამოიწვია, იმიტომ ის უფრო გამოხატავდა ამ ახალგაზრდობის ვთქვათ უარყოფით დამოკიდებულებას ისრაელის პოლიტიკის მიმართ და ესეც შეიძლება ეს ასე ვთქვათ ეს განხეთქილებაც გაგრძელდეს. ის რომ სენატის უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი ფეხს ითრებდა და მე მგონი ბოლომდე ხარდაჭერა არ გამოუცხადებია, ის რომ წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი ბოლოს გამოუცხადა ხარდაჭერა, მაგრამ დიდი ხნის ასე ვთქვათ ფეხის თრების შემდეგ, ხო? ანუ ისტებლიშმენტში იყო ეს თქვათ თავის არიდების ცნობა, მაგრამ ბოლოს მაინც გადაწყვიტეს, რომ ახლა იმ ქალაქში თქვა დემოკრატიული პარტიის ამორჩევა ჯერ ეს პრაიმერიში გადაწყვიტა ამ კაცის ხარდაჭერა და ეხლა მერა დაირჩია და ეხლა ბოიკოტი და იგნორი და თავის მოტყუება რომ ეს არ ხდება არ გამოდის. კი და პარლამენტში იყო ეს თქვათ თავის არიდების ცნობა, მაგრამ ბოლოს მაინც ფაქტია რომ ობამების განცხადებაც ვნახე, ობამასი კლინტონების მათ დაუჭირეს მხარი ღიად მამდანის, არის ეს ფრთა აშკარად ძალიან მოძლიერდება მომავალი წლების განმავლობაში, ეს მოცემულობა არის. უბრალოდ რამდენად არის ეს ერთია რომ ამ იდეებს და ამ ტიპის ახალ სახეებს შეუძლიათ გაიმარჯვონ ნიუ-იორკში, ხო? რომელიც ტრადიციულად კიდე სხვა ამერიკა არის. გაცილებით უფრო ლიბერალური. მაგრამ არის თუ არა ეს ის პლატფორმები, რომლებსაც შეუძლიათ ეროვნულ დონეზე უპირატესობის მოპოვება? არის თუ არა ეს ის პლატფორმა,
რომელზეც დადგება პრეზიდენტობის კანდიდატი და მოიგებს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს. ხო, ეს დიდი კითხვა არის, იმიტომ რომ ახლა თუ ჩვენ შევხედოთ, ეს არ არის მიმული რომელიმე ეხანდელ ეპოქაზე. მრავალი ათეული წელია შეიმჩნევა ტენდენცია, რომ დიდი ქალაქები, რაც უფრო დიდდება ქალაქი, მით უფრო დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი ხდება და რაც უფრო რურალ არის, რაც უფრო სასოფლო არის ამ გაგებით, მით უფრო რესპუბლიკური პარტიისა და ამიტომ ეს მიდვესტისა და სამხრეთის შტატების კომბინაცია იძლევა ძალიან დიდ დასაყრდენს სწორედ რესპუბლიკელებისათვის. ხო, გასაგებია რომ ამერიკის პრეზიდენტს არ ირჩევენ ნიუ-იორკის, სან-ფრანცისკოს, ჩიკაგოს და ლოს-ანჯელესის წარმომადგენლები, ხო, შტატები ირჩევენ. ეს სპეციფიკური სისტემა არის. აი ამ ნაწილზე მინდა კითხო გიორგი, დარწმუნებული ვარ, ამაზე ბევრი გექნება ნაფიქრი. ეს დავა მინიმუმ 2016 წლიდან გვესმის, როცა ბერნი სანდერსი ასე თქვათ ვერ გახდა და დღემდე არის ლაპარაკი დაჩაგრეს თუ არა ხო ბერნი სანდერსი 2016 წელს რომ ცენტრში უნდა დავჩეთ თუ წავიდეთ მარცხნივ. ეს მარცხენა ფლანგის არგუმენტი არის რომ ამდენ წელია ცენტრში რჩებით ხო კამალა ხარისის მეტნაკლებად ცენტრში დარჩა ხო მიუხედავად ყველაფრისა და დამარცხდა თქვათ ჰილარი კლინტონიც დამარცხდა ჯო ბაიდენმა მოიგო ამ ხრივ ხო ეს მუდმივი დავა და ზოგადად როგორ ხდება მთავარია თქვათ პრაიმერიში ვინ გაიმარჯვეს იმიტომ რომ მე როგორც კი ნომინაციას მოიგებ დემოკრატიული პარტიის ახლა ნახევარი ქვეყანა მოსტონს თუ არ მოსტონს მაინც ხმას მოგცემს და იქ ძალიან ესეთი პატარა პროცენტი რჩება ხო როგორც ვიცით ხო 7 შტატში 100,000 ხმა ხანდახან წყვეტს ყველაფერს და როგორც შენაღნიშნე ეს ამერიკაში განსხვავება ნელ-ნელა არა შტატებს შორის არის ეს არის სამხრეთის შტატი ჩრდილოეთის შტატი არამედ უფრო და უფრო შტატების მაგივრად ხდება ქალაქსა და ასე ვთქვათ ეს რურალურ დასახლებებს შორის განსხვავება ანუ ვთქვათ ატლანტასა და ნიუ-იორკს ბევრად მეტი შეიძლება კონდეთ საერთოდ იმიტომ ორივე ვთქვათ ულტრადემოკრატიული ქალაქია და მეორე მხრივ ნიუ-იორკის შტატის რურალურ დასახლებებს შეიძლება გაცილებით პოლიტიკურად ასე ვთქვათ გემოვნებით და პოლიტიკური ხმის მიცემის კუთხით გაცილებით მეტი საერთოდ კონდეთ რა ვიცი აი ნევადას და ტეხასის და იგივე სამხრეთის შტატების რურალურ დასახლებებს და ამ კუთხით ესე იგი დიდი ქალაქები უფრო და უფრო დემოკრატიული ხდება 75%-ით თქვათ ხო ზოგიერთ ქალაქში კამალა ხარისმა 75%-ით მოიგო ხოლო ქალაქს მიღმა დასახლებები უფრო და უფრო კონსერვატიული ხდება და ეს პოლარიზაციაც ალბათ გაგრძელდება როგორც ასე პოლარიზაცია გრძელდება თქვათ გენდერის მხრივ ხო ქალები უფრო და უფრო დემოკრატიულები ხდებიან და კაცები უფრო და უფრო თქვათ კონსერვატიული და რესპუბლიკური პარტიის ხო და შესაბამისად ეს ბრძოლა დემოკრატიულ პარტიას გადასატანია ამ ხრივ მემარცხენე ფლანგი უფრო გაძლიერებულია და მათ არგუმენტი აქვს უკვე რომ ცენტრიზმი ვცადეთ არ გამოვიდა მეორე მხრივ არგუმენტია რა ზოხრან მანდანისაც ჰქონდა ხო ეს ტერმინი რომელიც ასე ვთქვათ მოიგონეს რა რომ კარგად იფუძება ხო ის კი არა რომ ყველაფერი უფასო ხელმისაწვდომობა რომ ქირას ვერ იხდი საჭმელი ძვირია უფასო ტრანსპორტი საბავშვო ბაღები ამერიკაში ყველა კერძოა და შესაბამისად ძალიან ბევრი ოჯახისთვის ეს პრობლემაა და ხელმისაწვდომობაა და ეს მესიჯი ჩვენ უნდა გავაჟღეროთ ამ ხრივ ალბათ ცენტრისტული ფლანგი რაც ენდრიუ კომოს რა იყო რომ კი ბატონო მეც ვემხრობი ხელმისაწვდომობას უბრალოდ რასაც ზოხრან მამდანი პირდებათ ის მათემატიკურად შეუძლებელია ხო და ახლაც ალბათ ქვეყნის მასშტაბითაც დაახლოებით ეს დებატი იქნება რომ ყველა ვემხრობით ხელმისაწვდომობას უბრალოდ მათემატიკურად რომელი ფორმულა უფრო იმუშავებს აი ამაზე იქნება ალბათ დავა ასევე ეს არჩევნები იქნება თუ არა რაღაცნაირად განსაზღვრელი იმისა აი შემოდგომაზე რომ მოსალოდნელია კონგრესის არჩევნები რომელიც ორივე პალატას ეგ აირჩევა სრულად ქვედა პალატა და ზედა პალატის მესამედი, ხო, როგორც გადანაწილებული არის ეს სისტემა ასე მუშაობს. ვინ იქნებიან კანდიდატები, როგორ იქნება პლატფორმა, ხო? აქ ხა ეს ფრილანს სისტემა მაჟორიტარული არის. ყველა კანდიდატი დამოუკიდებელ კამპანიას ატარებს, მაგრამ ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიტესტა პირველად ეს ერთობლივი ეროვნული კამპანია, ხო, ნიუტ გინგრიჩის დროს, როდესაც აი ყველა კანდიდატს მიუხედავად იმისა, სად იყრიდა კეჯს, ერთ და იგივე დაპირება ჰქონდა. და მაშინ ეს წარმატებული აღმოჩნდა. ხა იმის მერე მეტნაკლებად მსგავსება ხშირია ხოლმე. და შესაბამისად აი განსაზღვროს თუ არა ეს პლატფორმას, რითიც დემოკრატიული პარტია გავა შემდგომ აი წინ დაგეგმილ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებზე და ასევე არის თუ არა ეს შეძლებს თუ არა რომ აი მამდარის ფიგურა გამოიყენოს ტრამპმა და ტრამპისტულმა ფთამ და რესპუბლიკურმა პარტიამ როგორც კარგი საფრთხობელა მომავალ არჩევნებისათვის.
რა თქმა უნდა, მამდანი უკვე გამზადებულია როგორც საფრთხებელა და ეს მარტო გაგრძელდება და ამ ხრივ ასევე ველოდები რომ ნიუ-იორკთან ომსაც გაამწვავებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, მის დონალდ ტრამპის ინტერესია რომ მამდანის არაფერი გამოუვიდეს, რომელიც თქვას რომ აი ხო ხედავთ კომუნიზმი დაიტესტა და ყველა დემოკრატი კომუნისტია და ჩვენ მოგვეცით ხმა. ეს არჩევნები იყო ასე ვთქვათ როგორც დემოკრატები ყოველთვის ამასე ამბობენ და ეს ყოველთვის ესეა ხო ვირჯინიის გუბერნატორის არჩევნები ყოველთვის არის ასე ვთქვათ ტემპერატურის დატესტვა და რეფერენდუმი მოქმედ პრეზიდენტზე და ამ კუთხით დემოკრატებისთვის ნამდვილად კაი საღამო იყო ისინი ასე ვთქვათ გაძლიერებულები შედიან 2026 წლის შუალედური არჩევნების ციკლში რესპუბლიკელები პირიქით დასუსტებულები თუმცა აქ იდეოლოგიის და პარტიული პლატფორმების გარდა ახალი ბრძოლის თქვათ ასპარეზია რაც ამ არჩევნებშიც გამოიხატა ხო კალიფორნია მიიღო შესწორება რომ ოლქების გადახვაზვის იმიტომ რომ ხო შენ როგორც აღნიშნე ხო მაჟორიტარულია მაგრამ როგორ დაიხაზება შტატის შიგნით ოლქი ეგ ძალიან განსაზღვრავს დემოკრატი მოიგოს თუ რესპუბლიკელი ხო ჯერიმენდერინგის ცნობილი პრობლემა ხო როდესაც მის მიხედვით ხაზავ რომ მოაქციო უფრო მეტი ისე დახაზო რომ ბევრი ოლქში გაიმარჯვო შენ ამას ორი პარტიის სხვადასხვა დროს მიმართა აი ეს ომი ახლა იწყება ამ ხაზვითი ომი იწყება დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის, იმიტომ რომ რესპუბლიკელებმა ტეხასში დახაზეს ისე რომ თქვა დემოკრატებზე მინიმუმ ერთი ოლქი დააკარგვინეს. ამაზე პასუხი იყო კალიფორნიის გუბერნატორის, რომ ჩვენ ამას არ მოვითმენ და ეს რეფერენდუმზე გაიტანა საკითხი, რომ თუ არ ვწდები მოიგო და შესაბამისად ეხა კალიფორნია დახაზავს ისე ოლქებს, რომ იქ რესპუბლიკური ოლქი დაიკარგება და შესაბამისად 2026 წელს არა მარტო ითქვათ იდეოლოგიური ომი იქნება, არამედ უბრალოდ გეოგრაფიული და ოლქების ომი იქნება თუ როგორ დაიხაზება ეს ოლქები, იმიტომ რომ უკვე რამდენი არჩევნებია და დღესდღეობითაც ხო რესპუბლიკელებს აქვს თუ არ ვწდები ორი კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში თუ არსები 2 თუ 3 ხმით უპირატესობა ხო ანუ იქ ლაპარაკია 2-3 ხმაზე ვინ იქნება უმრავლესობაში და შესაბამისად ეს თქვათ ეს ოლქების საკითხით სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს და ბოლო კითხვა უნდა დავსვა აუცილებლად აი გუშინ უკვე თუ გუშინ წინ იყო როდესაც აი ეს მთავრობის დახურვის ვადა გადაცდა იმ ზღვას რომელიც მე გახდა ყველაზე უფრო ხანგრძლივი რაც ამერიკის ისტორიას ახსოვს ნუ წინა რეკორდის ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო ხო 30 დღეს როცა გადააჭრება და ახლა თავისივე რეკორდი მოხსნა ამ ადმინისტრაციამ ყველაზე დიდი ხანია რაც ფედერალური მთავრობა დახურულია რაც პოლიტიკური კრიზისის ფორმატ იქცა ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ თავიდან ეს იყო ხშირად წარმოუდგენელი ამბავი ან ერთდღიანი ახლა უკვე აი თვეზე მეტია ეს ამბავი გრძელდება ერთმანეთსგან ხელის გაშვერა დაბრალება თუმცა თავისთავად ეს მომენტი ესეც გამოცდილებაა ხო ყოველთვის აზიანებს პრეზიდენტს მათ შორის იმიტომ რომ მან უნდა მოაგვაროს პრობლემა ის იმისთვის არის თეთრ სახლში თუ ის ვერ აგვარებს პრობლემას ვისაც არ უნდა დააბრალოს მაინც ისიც ზიანდება რაც არ უნდა სხვებსაც მიაყენოს ზიანი როგორ უყურებ თავისთავად აი ხამ პოლიტიკური კრიზისის ამ მომენტს ამ პოლიტიკური კრიზისის ამ მომენტს კი პრეზიდენტი ზიანდება მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ ნუ თუ სპეკულაციებს არ ჩავთვლით ამ პრეზიდენტს დასაკარგი არაფერი არ აქვს იმიტომ ეს მისი ბოლო ვადაა და შესაბამისად ჩვენ რას ვუყურებთ პრეზიდენტმა ჯერ განაცხადა რომ თუ მთავრობა არ გაიხსნება ჩვენ სასურსათო შემწეობის ტალონებს აღარ დავარიგებთ და დღეს გუშინ და დღეს არის უკვე რომ ჩვენ შევამცირებთ თქვათ აეროპორტების დისპეჩერების რაოდენობას და ნუ საბოლოოდ ლაპარაკია რომ თქვათ ამერიკის შიგნით ეს აეროპორტების და საჰაერო მიმოსვლის კოლაფსი შეიძლება დადგეს იმიტომ რომ ამ წუთისთვის არც საჰაერო დისპეჩერების ხელფასი არ აუღიათ უკვე თვეზე მეტია და თვითონ თქვათ უსაფრთხოების სამსახურსაც აეროპორტებში თვეზე მეტია ხელფასი არ აუღია დონალდ ტრამპი ასე თქვათ ცდილობს რომ წნეხი გაიზარდოს 5-6 დემოკრატია საჭირო რომ მთავრობა გაიხსნას შესაბამისად ცდილობს რომ წნეხი გაზარდოს მათზე ყველა მეთოდით ეს იქნება რომ აი თქვათ სასურსათო პრობლემა შეიძლება დაუდგეს ხო ვინც ამ შემწეობას იღებს ან საჰაერო მიმოსვლის კოლაფსი არაფერი ჯერჯერობით ის რომ რესპუბლიკელები რამე კომპრომისზე წავლენა ჯერ არ ჩანს მეორე მხრივ დემოკრატებიც ამ წუთისთვის არ არიან მზად არანაირი კომპრომისისთვის რომ აქაც ის არის რომ უნდა ვაჩვენოთ რომ იცით გავართ ასევე ხო 2026-ში არჩევნებია და რაც უფრო ბევრისთვის რაც უფრო ანტიტრამპისტი ხარ მით უკეთესია შესაბამისად
და მეორე საკითხია უკვე კონსტიტუციური მოწყობა, ხო? ასე ვთქვათ, პოლიტოლოგიაში რო გადავიდეთ, საპარლამენტო რესპუბლიკებში მთავრობის ესეთი დახურვა შეუძლებელია. თუ მთავრობა ბიუჯეტს ვერ იღებს, ამ მთავრობა მიდის და თუ პარლამენტი ბიუჯეტს ვერ იღებს, მთავრობა მიდის და მე ინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და იმიტომ რომ უნდა შეიკრას ისეთი კოალიცია, რომელიც ბიუჯეტს იღებს, მაგრამ ამერიკის კონსტიტუცია გამორიცხავს ერთის მხრივ ვადამდელ არჩევნებს და მეორეს მხრივ უშვებს ისეთ შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტი და კონგრესის სხვადასხვა პალატა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები იყვნენ და ისინი თუ ვერ თანხმდებიან და სენატში მით უმეტეს კიდე ეს არქაული წესი რომ 51 ხმა არ არის საკმარისი 60 ხმა გჭირდება, რაც ტრამპიც ასევე აი დღესაც გამოვიდა თუ არ ვცდები რომ ჩვენ ეს არქაული წესი უნდა შევცვალოთ, თუმცა რესპუბლიკელების შიგნითაც ამაზე წინააღმდეგობა ტრადიციონალისტების მხრიდან, იმიტომ რომ მათ ესმით რომ თუ ამას შეცვლიან დღეს არა ხვალ დემოკრატები მოვლენ უმრავლესობაში და მათაც გაუადვილდებათ, ხო? ამ 60 ხმის გარეშე მათი დღის წესრიგის ასე ვთქვათ სიცოცხლეში მოყვანა, შესაბამისად ეს უნიკალური ინსტიტუციური მოწყობა ამერიკის ერთის მხრივ რაც არის საპრეზიდენტო რესპუბლიკა, მეორეს მხრივ რაც არის ორი ძლიერი პალატა, ხო? ფედერაციებში ზოგადად თქვა ქვედა პალატაა ძლიერი, ზედა ძირითადად ცერემონიალურია. ამ მხრივ როცა ორი ძლიერი პალატა გაქვს და არქაული წესების სენატში, ეს ყველაფერი იწვევს ერთად, რომ მსოფლიოს ზეცად სახელმწიფოს უკვე 30 დღეზე მეტია ბიუჯეტი არ აქვს მიღებული. გასაგებია. მადლობა ძალიან დიდი, როგორც ყოველთვის ძალიან კვალიფიციური იყო ბატონი გიორგის მიმოხილვა. მინდოდა სულმნათ დიკ ჩეინიზეც გველაპარაკა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოახერხეთ. იმედია მომავალში შევძლებთ ამ ფიგურის შეფასებასაც. გიორგი ხატიაშვილის დანიშნულebები, პოლიტიკის მეცნიერება და დოქტორი ამერიკიდან გვერდთვებოდა. ახლა ჩვენ კოტა ჭანტურია შემოგვიერთდა, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წარმომადგენელი კოტა დილაშვილის. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. გამარჯობა. როგორც ვიხსენებდი 9 მილიონი ჩარმა გაქვს ხო უკვე? სულ ახსენებ ხოლმე, რომ ალბათ შემზარავის წარმოსადგენელს საკუთარ თავზე როცა 9 მილიონი ჩარი მაგაქვს, მაგრამ მეორე მხრივ უნდა ვაღიაროთ რომ ამაში არ გმად რაღაცა ამ რეჟიმისათვის უბედურება